მოგესალმებით, e-sports G წარმოგიდგენთ Dota 2-ის launch cups და დღეს გვაქვს ძალიან დიდი ინტრიგა დევს ამ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს დაეჯახებიან No Meta და დიღმის ღმერთი +4 აუტისტი. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს winners bracket-ში, ხოლო No Meta-ს გამარჯვებით დასრულდა ის თამაში 2-1 და ანუ No Meta-ს დამსახურებაა, რომ დიღმის ღმერთი აღმოჩნდა lower bracket-ში და ვნახოთ დღეს მოახერხებენ თუ არა რევანშის აღებას. დიღმის ღმერთები ტრანსლაციას წარმოგიდგენთ მე ირაკლი ყაველაშვილი და ჩემი პარტნიორი ლუარსა მალაკელიძე იგივე ვეგა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დაიწყო უკვე ბანფიქი, ცოტა დავაგვიანეთ და აქვთ უკვე ამ გუნდებს ერთმანეთთან გამოცდილება თამაშის და ვიხილეთ ზევსის და ვიზაჟის ბანი, რასაც ძალიან კარგად იყენებს და Discovery. ხოლო საპასუხოდ ჯაგი და ინვოუკერი დაიბანა და პირველი ორ-ორი პიკი ურსა ნიქსი, ვარლოკი, Keeper of the Light-ი. კი ბატონო. რა შეიძლება ითქვას, და ვარლოკი, Keeper of the Light-ი კარგი საპორტები, ორი ესეთი. კი, რა თქმა უნდა. და საკმაოდ აგრესიულად დაიწყო ბანფიქი დიღმის ღმერთმა, პირდაპირ ურსა შეიძლება კერი იყოს, შეიძლება მიდლეინერი, თუმცა მიდლეინერი და ნიქსიც ასევე offlane მეოთხე პოზიციას იყოფს. Nightstalker-ი რა თქმა უნდა დაიბანა Keeper of the Light-ის გამო. ანუ პირველი ორი ბანი No Meta-მ შემოგთავაზა პირადად Discovery-ის ბანები, ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან ეფექტურად იყენებდა ამ გმირებს. აქედან კი Morphling-ი და Elder Titan-ი. საინტერესოა, ნახოთ მესამე პიკი დიღმის ღმერთის შესრულებით. ანდი კი, რა სიტყვი შენი აზრით რატომ გარაშა პირდაპირ ურსა თამაში? ალბათ დარწმუნდა, იმდოდათ ამ გმირის აღება თავიდანვე სავარაუდო დიღმის ღმერთს რომ მიხვდა. ან უკვე სხვა სტრატეგია აქვს, როცა და ნახა უკვე პირველი ორი ბანი No Meta-სგან, ანუ ზევსი ვისაჟის ბანები უკვე სხვა სტრატეგიაზე გადავიდა და უკვე აღარც დამალა ურსა აღარც დაუმალია, პირდაპირ აიღო. და ასევე ნიქსას ისინი მიაყოლა ძალიან სწრაფად, როდესაც უპასუხა Keeper of the Light-ით No Meta-მ, ნახოთ საინტერესოა. მე მჯერა რომ დიღმის ღმერთს სადაც ერთი ასეთი კარგი შემუშავებული სტრატეგია ქონდა, იქაც მეორე ექნება. ჯერჯერობით ამოუცნობია რასთან გვაქვს საქმე, თუმცა მალე გავიგებ დაზლი მესამე პიკი. შეიძლება პოზიციური ბეითი იყოს ეს ყველაფერი, თუ ჩათვალა No Meta-მ რომ ურსა არის main carry, სავსებით მოსალოდნელია ურსა ვიხილოთ mid lane-ზე და ჩემი აზრით არ უნდა შეალიონ ყველა გმირი ურსას გაკონტროლს ამ თამაში. კიდე საყურადღებოა Elder Titan-ის ბანი, რატო დაიბანა, შეიძლება ეს Terror Blade-ის პირდაპირი კონტრია და შეიძლება Terror Blade-თან უკვე დამთავრდა Axis Pick-ით ყველაფერი Terror Blade-თან დაკავშირებით. და ჯერჯერობით No Meta-ს პიკი უფრო მომწონს. აქ დაზლის გაკონტრეს. რა თქმა უნდა, Grave გაკონტრელია. ეს ძალიან დიდი პრობლემის მომტანია, ჩვენ უკვე ვნახეთ არაერთხელ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება. ნახოთ რევანშის რამდენად აიღებს დიღმის ღმერთი, მოგებული გადადის LAN ტურნირზე, ეს არ გვითქვამს, ხო? ხო, არა. მოგებული ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მოგებული გადადის LAN ტურნირზე, ხოლო დამარცხებული ტოვებს ტურნირს სამწუხაროდ, launch cups. ყველანაირი ინტრიგა არის ამ მატჩის დაწყებამდე შექმნილი და ვნახოთ როგორ გაართმევენ. Lifestealer დაიბანა, რა თქმა უნდა, დააზღვიეს აქსი. თავისთავად. და მეოთხე პიკი დიღმის ღმერთისგან. Monkey King-ი. ცოტა გაუგებარია სიტუაცია აქ. Monkey King-ი მეოთხე, ნიქსი მესამე. მესამე არა, offlane-ერი დაზლი იქნება საპორტი და მესამე პოზიცია offlane. ხო, მესამე ხო, და ურსა ან carry ან mid lane-ერი იქნება. თუმცა ამ შემთხვევაში ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში Monkey King-თან ერთად ურსა გინდლე მიძე გააჩნია ვინიყოლება mid lane-ერი ახლა No Meta-ს. ურსას დიდი მნიშვნელობა აქვს Monkey King-ი lane-ზეც და mid-ზეც თავისუფლად დაეხმარება თავის main carry-ს, თუნდაც early kill-ების გაკეთებაში. ეხლა უკვე რაღაც თავი უნდა დაიცვას No Meta-მ, მე ვფიქრობ, თუნდაც Monkey King-ის წინააღმდეგ
შეიძლება რაღაც მოფიქრება. ნუ ნახოთ ილუზიებს თუ მიმართავს ამ სიტუაციაში. ჯერჯერობით კარგი საფუძველი აქვს ნოუმეტას, თუნდაც Terror Blade. ხო, ძალიან კარგი Templar assassin. მშვენიერია. ტემპლარი. ეს ლოგიკურიც იყო. იქენ გამომდინარე რომ აქსი რა შეშედა, ანუ აქსის და ვორლოკის აგრის და ვორლოკის გოლემის შემდეგ ტემპლარი იქნება ის, ვინც დაიწყებს შემდეგ 20 ლეტვას ასე ვთქვათ teamfight-ში, მასიური დემეჯის შეტანას და მშვენიერი პიკი შემოგთავაზა ნოუმეტამ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ახლა უკვე ბოლო ბანები გვექნება გუნდებისგან. პირველი იქნება ეს დიღმის ღმერთი. ნუ მაინც მე ვთვლი რომ კერი პოზიცია დაიტოვა ორივე გუნდმა მიუხედავად ურსასი. არა, ეხლა მით უმეტეს შეუძლია იფიქროს დიღმის ღმერთს რომ ურსა გაუშვოს სეივსზე და ტემპლარის წინამდე გვინმე მიდლეინზეც დააყენოს. ხო, რაც შეეხება ნუ უკვე ნოუმეტას გამოეკვეთა ძალიან მაგარი teamfight პოტენციალი, რაც შეეხება დიღმის ღმერთს, ცოტა ისინი ცოტა მოიკოჭლებენ ამ ხრივ, ჩემი აზრით. ერთი Monkey King-ის მასიური ულტი გვაქვს ჯერჯერობით. ხო, უფრო solo kill-ებზე ორიენტირებული line-up-ია. პლუს დაზლი აქ მაქსიმუმ teamfight-ში რაც შეუძლია Graves Spectre ჩატმა რა თქმა უნდა. Nix's Essence ექნება დიდი სამუშაო. ნუ ჩემთვის გაუგებარია ის რომ ურსა იდეალურად უმკლავდება Morphlings და Spectres, აი განსაკუთრებით ამ ორ ქერის და რატომ ესპანები ცოტა ვერ ხსნი მიჭირს ახსნა. ნუ არ ვიცი, ნახოთ რა ჩანაფიქრია, ბოლობან შემოგთავაზებს ნოუმეტა. და აი ბოლო პიკის მისი იქნება. ნუ ალბათ მიდლეინერს დაბანავს საავადმყოფოდ. ეს ვფიქრობ. ნუ მან ქერის. ესეთი, ანუ მიდლეინერ დაბანა. ფიქრობს რომ ურსა იქნება safe lane-ზე, თვითონ კი ეხლა შეესწებიან დააგვირგვინონ უკვე main carry თავისი პიკი. ეს იქნება სავარაუდოდ. ნუ მიშელი ლაიფსტაილი აღარ ყავს, ჯაგერნაუთი არ არის, სპექტრი დაბანული, მორფლინგი დამოწულია, ურსა აღებულია. ვინ დაგვრჩა? ურსას ადგილზე გავრაშავდი დიფუზალს, ეგან early game-ში ძალიან ეფექტურია თუ call-ში მოყევი. აქვს Spirit Breaker-ი საინტერესოა. ანუ აქ ვარაუდობ რომ აქსე იქნება carry-ის პოზიციაზე. ხო, ნუ safe lane-ერი აქვს. ხო. არც არის ცუდი, მშვენიერი გადაწყვეტილება არის და Spirit Breaker-იც ასე თქვა ეს ინიციატორი ერთ-ერთი, ნუ სამი ინიციატორი ყოს უკვე. ანუ ვერ იტყვი რომ ქერი არ ყავს ნოუმეტას, თუმცა ტემპლარია თამაში. ხო, ნუ ეს mid-lane-ერი ქერია, ასე თქვა. ესე ნახოთ ნეკროფოს ვიხილავთ თუ არა. ნუ რადგან გამოიკვეთა აქსი main carry პოზიციაზე, ნუ საკმაოდ დიდი პრობლემა შეუძლია ნეკროფოს მოუტანოს აქ. აქ სასწაული teamfight-ი აუჩნდება რო აქ და Ember Spirit-ი. საინტერესოა, მაგრამ ნახოთ შესრულებაში როგორ გამოვა ყველაფერი დიღმის ღმერთს. ნუ რა ვიცი, საინტერესო. კი, ბამპიკები მშვენიერია. ცოტა ნუ teamfight პოტენციალი რა თქმა უნდა ნოუმეტას კარგი აქვს. დიდი აქვს, კონტროლიც მეტი არის დიღმის ღმერთის გუნდში. ასე ვთქვათ, სუსტი მოთამაშე, სუსტი იგმირები არის მხრივ, ანუ განძლეობას გულისხმობ, თუმცა early game-ში Monkey King-ი, დაზლი, Ember-საც არ აქვს რაღაც დიდი ხო, ნუ აქ ნებისმიერი გმირი call-ში Templar Assassin-ის მიერ შეიძლება, ანუ მოკლება. ურსას გარდა პრაქტიკულად ყველა ურსაც ისიც თუ სკეპტრი არ აქვს და ანუ DJ-ში ვერ მოახერხა ულტის ჩართვა. ნუ მოკლედ დაზლს და გემერს დაზლს და Nix's ექნება დიდი მნიშვნელობა დღევანდელ დიდი საქმე ექნება გასწევ დღევანდელ შეხვედრაში, რომ მაქსიმალურად ხო, ნუ უცებ შეუწყო ხელი ურსას. ხო, ჩამოთვალოთ. დაირის მხრიდან ითამაშებს ნოუმეტა, კვანტრუსი Templar Assassin-ზე, რატი Keeper of the Light-ზე, one more single draft please. Warlock-ზე, Hiruma Axe-ზე და Spirit Breaker-ი 1 კრიბი. ნუ საინტერესო
Fighter-ს სახელია. ახლა უკვე 4 დღის მერტი Excel-ი თამაშობს ურსაზე. Excel-ი, SKG, კი ბატონო, იქნება Nix Assassin-ი. მრგვალი თამაშობს support Dazzle-ზე. Wisp to Strong-ი. ხო, Wisp Strong-ი იქნება Monkey King-ი და ბოლოს დაგვჭირდა Discovery თამაშობს mid laner Ember Spirit-ზე, რომელსაც ძალიან ლამაზი სეტი აქვს, როგორც ხედავთ ყველა. წინა კომბინდუმის სეტია plus Infused-ი. ხო, ლამაზი გამოვიდათ. კომბო აქვს რაღაც, ხო. ნუ ვარდი ვიხილეთ დაირის ხრიდან ძალიან აგრესიული, ქვემოთ bot lane-ზე. არა, ეს საკუთარი ისა Radiant ვარდი არის თავის. არა, დაირის არის. აი წითლად არის მეფზე. ხო. კი, უი, მე მაპატიეთ, ხო, კი ბატონო. კარგი ვარდია, სვაშოს მეც მაგდებ ხოლმე, ოღონდ Radiant-ის ხარეს ვთამაშობ ყოველთვის safe ward ჩემთვის. ნუ Monkey King-ი მოემართება. ხედ გადაქცეული, როგორც ჩანს, არაპირებენ რუნის დათმობას. არა, თქო უნდა აქ Monkey King, თუმცა მაქსი არ შეეცდება აქ შესვლას, რა თქმა უნდა. მიკვირს ხოლმე ხანდახან აი რატომ არ ამატებენ პირდაპირ თუნდაც Tridents Monkey King-ზე თავიდან წყოზე რუნეზე რომ შეძლოს გაბრძოლება და შემდეგ თავისუფლად ხეებზე ახტომმა რომ safe position-ზე გადავიდეს. ანუ mid-lane მიფიქრია, მაგრამ პასუხი რა. mid-lane-ს რაც შეეხება, ნუ თანაბარი სიტუაცია უკვე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მერი კონტროლს მეორეს. ნუ შედარებით ალბათ უპირატესობა ექნება Templars, რაც აი ხო ხედავთ, რომ ცდილობს Monkey King-ი, თუმცა ძალიან დაბალი აქვს სიცოცხლე, შეიძლება 1-2 დარტყმა და მოკვდეს. არა, გადარჩა. ხილოთ. ნუ ამასობაში Discovery farm-ავს, ქვემოთ მოდი lane-ებს გადავხედოთ, ქვემოთ რა ხდება? Nix Assassin-ი ძალიან ცოტაა ამ lane-ის წინააღმდეგ. ნუ Warlock-ი და Keeper of the Light-ი ორი ყველაზე შემაწუხებელი გმირი უდგას მას. და მაღლა ურსა Dazzle-თან ერთად Axis წინააღმდეგ, ნუ Axis-აც აქვს პრობლემები ამ მეფზე lane-ზე, რა თქმა უნდა. ანუ რა გამოდის, რომ ესე იგი Hiruma გაუშვეს მარტო? ხო, კი. და ესე იგი Spirit Breaker-ი ორ support-თან ერთად ქვევით იფარმავებს. ან არ ვიცი, უბრალოდ უკვე როუმერობს თავიდანვე და ორ support-ს და ორ support-ს დაუთო lane-ი რომ აკრიფონ. ეგ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ანუ Warlock-ი არის core პოზიციაზე ამ თამაშში, რაც არ არის გავრცელებული ახლა თუმცა. ნუ Warlock-იც და Keeper of the Light-იც ისეთი support-ები არიან, რომელსაც ჭირდებათ ფარმი, რადგან აქტიურად შეუძლიათ გამოიყენონ აიტემები, თუნდაც წარმოგიდგენთ Keeper of the Light-ს Skeptri ხო, და დრეული Skeptri არანაკლები Warlock-ის Skeptri. ხო, რა თქმა პლუს, რა თქმა უნდა, Warlock-ის პროტ. გოვა პატარა პაუზა ქონდა, გრძელდება თამაში. არ უნდა მისცენ, რა თქმა უნდა, დიღმის ღმერთებმა დაჩაგუს თავი. ამ თვეში ნოუმეტას, იმიტომ რომ იცით თუ სწრაფად გაიფარმა, რა თქმა უნდა, Templar Assassin-ი ძალიან დიდი პრობლემებს გადააწყვეტება უკვე Radiant-ის გუნდი, ამის შემდეგ Dazzle-ია საფრთხეს. საფრთხეში მოვიდა ეთიკა, მშვენიერი კოლი Hiruma-ს შესრულებით და ფერბლადი Axis-გან. Axe will whittle them down one by one. ნუ რაც შეეხება Axis პოტენციალს, ნუ Monkey King-ი კი ანუ მაინც აქვს დიდი, ანუ charge თუ დაეტენა Jingu Master-ი დიდი lifestyle-ი აქვს და არც ისეთი სახარბიელოა კოლში როგორც სხვა right clicker-ები, რაც შეეხება ურსას. ნუ იმ შემთხვევაში თუ diffusal-ს აწყობს, პლუს ნუ ვლადიმირი ძალიან დიდი lifestyle აქვს ურსას, მაინც არ არის ისეთი კარგი სიტუაცია Axis-ისთვის, როგორც სხვა right clicker-ები, მაგალითად Weaver-ი ან Phantom Assassin-ი ან ნებისმიერი. ასე რომ შეიძლება კოლში გადარჩენა ამ შემთხვევაში. This'll come in handy. მაინც ცოტა გამიკვირდა last pick-ი ნოუმეტასგან. ცოტა უცნაურია, თუმცა ეს მაგრამ კარგია იმ გაგებით, რომ ძალიან დიდი lockdown-ი აქვს იმისთვის, რომ TAS მისცენ space-ი, ანუ უშუალოდ fight-ში, რომ და შეძლოს მაქსიმალური დემეჯის შეტანა კანტროსმა. კი, აი ხ Monkey King-ი უკრიდან ინვიზით. მფრთხილად უნდა იყოს აქ კანტროსი. ჯობით ხედავთ Ember Spirit-ი 12 კრიპსტატით პირველ ადგილზე არის. საკმაოდ 6 კრიპით უწევს უკვე Templars. დაამთავრა უკვე
ფეხ დაყვება მანკი კინგი. ხო, სანამ აქ invisible tool-ი ჩემი. ეხლა დასტაკვას შეეცდება და არ მისცემს ამის უფლებას მანკი, ნუ არც გამოვიდო და ხო, რა თქმა უნდა ჩადგება იქ კემპში. ხო, რაც თქვი მე ნიქსზე, კარგია ეს offlane-ზე იმ ხრივ რომ მალე მოიპოვებს XP-ს და გახდება 6 ლეველი სწრაფად და შემდეგ დაიწყებს უკვე ნადირობას, თუნდაც აი შეტევა არის კანტროსზე და კლავენ დაერის მიდლეინერს, დისკავერის, ანი ერთი კრიპის შესრულებით, ერთი დარტყმა, თუმცა კარგად თამაშობს აქ ჩეინებით და შეიძლება პრობლემები უკვე თვითონ Spirit Breakers შეექმნას, მაგრამ არ ხდება ასე, გადის იგი სეივ პოზიციას და ანუ ეფექტურად გამოიყენა ბოთლი. ხო, ერთი კილით დაუჯერდით წინა ეპიზოდში. ტას საკმაოდ გაასწრო კრიპების რაოდენობით ემბერმა. ხო, საინტერესო სტრატეგია გაღებული ხა ნოუმეტას ორ support აძლევს რომ გაიფარმონ bottom lane-ზე და ალბათ team fight-ს კარგად მოემზადონ, რომელიც რა თქმა უნდა ბევრი გვექნება დღევანდელ შეხვედრაში. ერთი კრიპი კი რასაც შვება რომ უმერობს ჯერჯერობით. ხედავთ აქს. ჰირუმას პრობლემები აქვს დიდი და ყდება ჰირუმა იქ დაზლი და ასევე ვისპიც მოვიდებ შვენიერი თამაში რატისგან გაუშვა თუმცა რაღაც სასწაული teamfight-ი აქვს უკვე აქ bottom lane-ზე. ანუ შეაწირა აქ თავი შეიძლება ითქვას და Excel-მა ძლივს გამოასწრო იქ. ო და მანამდე თუ არ ვწდები იქ ერთი კილიც გაკეთდა ქვევით. ნიქსეს მომკლა მე მგონი. არ ვიცი. ხო. მაქსიმა ჩამოიწია ქვემოთ გაცვალეს ლეინები, ნუ ნიქსს აქ არ მიეცემა რა თქმა უნდა. კრიპთან მიახლოების საშუალება. ხო, ანუ ურსა გადაწყვეტა რომ access ურსასთან დგომა ცოტა ემბერის ასე დატოვება არ შეიძლება, უნდა ვიხილოთ განგი აუცილებლად Spirit Breaker-ისგან. და ორმა საპორტმა გადმოიწია მაღლა და ეხლა პრობლემა აქვს უკვე ვარლოქს, რა თქმა უნდა მოკვდება ის. თავისუფლად ძალიან. კი, ურსამ შეირგო ძალიან საჭირო ფილი და ისევ პრობლემებში არის, თუმცა არაფერი არ მოხდება აქ და ემზადება Spirit Breaker-ი იქიდან გასაჩარჯად. დაზლია მოვიდა, დაიკლიკა მგონი ხედავენ, თუმცა არა. აი მოისერნა, ვარდიც არ დაუდგამს. ხო, ნუ სულ პრესინგში არის. ახლა ხედავთ, ჩარჯი არის ვისპზე. თუმცა ეს ბევრის მომტანი არ იქნება, რა თქმა უნდა. დაიერისთვის უბრალოდ ეს შეაშინა და გაუშვა ლეინიდან. ხო, ნუ დიდი კონტროლია mid lane-ზე, არ ტოვებენ როუმერები თავიანთ მიდერებს. ხო, რა თქმა უნდა, ესე იგი რა ხდება? და ეხლა მან კიკინგი უკვე აი ბაშიც გადის. კიდევ ერთი ჩარჯი, მოშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მოკვდა მაინც. ხო, მნიშვნელობა რა ქონდა, დიდი პატარა სტანი იყო იმ boundless strike-ის შემდეგ. მოსაჭირო კილი დასთვის. კი ბატონო, კარგია. ნუ Excel-ი კი ვეღარ უახლოვდება კრიპებს, როგორც თქვით წეგან. ხო, ანუ 5 ლეველია ლანდიმერი აქვს ჩაგდებული quick buy-ში, კიდის ალბათ Mask of Death და წავა შემდეგ უკვე როშანზე. ეს სამომავლო გეგმები. ხო, ნუ ეხა ემბერი ძალიან შესულია და ქვემოდან Spirit Breaker-მა უკვე უნდა დაიწყო ჩარჯი, თუმცა ხო, შეიძლება. არ დააგვიანა, მაგრამ მაინც ემზადება. ეხლა აგრესიული თამაშია ემბერი საჭირო, რადგან იოლია მისი მიყურა Excel-ი როგორც ყოველთვის double HP-ზე გარბის. და ხედავთ, ჩარჯი არის და შეიძლება მოკვდეს კიდევაც შვენივრად ეხმარებიან უკვე და კილი. ხო, რატის. ნუ უკვე მე რამდენად მოკვდა მან კიკინგი. ხო, ვფიქრობ რომ ეხლა როუმი კარგია, მაგრამ ცოტა სადაც Spirit Breaker-ია შენი მოწინამდე გუნში. და Vendetta Nix-იც ჩაერთო უკვე აქტიურ თამაშში. ნახოთ შესულოთ რა პირველივე კილი პირველივე Vendetta-ზე. ნუ არა, ეხლა Reflection-ი ადევს. უბრალოდ XP-ს წაართმევს კანტროს Nix Assassin-ი. ნუ კურიერი შეიძლება მოკლას ახლა, რა თქმა უნდა კურიერს არ გაუშვებს. კარგი. თუმცა შეიძლება საფრთხეში ჩაიგდეს თავი ამის გამო, რა თქმა უნდა, კარაპასი იქნება ახლა. ჩარჯი. ნუ კარაპასი ორმაგის სტანი და გამიმოხდა ყველაფერი. რატომ არ მოითმინა, არ ვიცი მე ტემპლარმა. ტემპლარი არ არის 6 ლეველი, ხო, როგორც ვატყობ.
არა, კი გახდა. ძალიან კარგი რაღაც ტრეპი არ მინახავს ხო. თამაში და მაგიდო. ჯერჯერობით არ გამოუყენებია, ხო? ნუ ემბერს მიაწვნენ ცოტა, მოეწია კრიპებში ტემპლარი. ვისპი 3 ლეველია, ნუ მე-4-ზე გადავა ახლა. პლუსი ჩაუცვალთ ის წინა ეპიზოდი Nix Assassins შევიდა, შეეწუხა მოწინააღმდეგე, მოუკლა კურიერი, გამოვიდა. კი, კარგი. ცოცხალი გადარჩა და კურიერი არ ეყოლება უკვე დაივის დაახლოებით კიდევ 20 თუ 20 ორი წუთი. ნუ აქსი ლიდერობს ჯერჯერობით ფარმში. ხო, აქ ჭირდება რა თქმა უნდა, აქ blink dagger-ებიც ბევრს გამოჩნდა, charge monkey king-ზე, კარაპას რამაგრა დაუხდა წინ escape-ი, კარაპასებით და გააჩერა აქ spirit breaker-ი და გაუქმა მისი charge-ი. მშვენიერი იყო. კარგად გზნობს escape J. როგორც იქნა ვიხილეთ ვიღმის ღმერთისგან, ცოტა lazy ორიენტირებული თამაში და არა მე-10 წუთზე ფუში. ნუ ეხლა Keeper of the Light თავისუფლად შეიძლება. Boundless Strike-ი ვენდეტასგან დარტყმა Warlock-ს დიდი პრობლემები აქვს. აქ და ერთი და ხო ვერ გაიქცევა escape J-მ შეიგო kill-ი და ნუ გაჩარჯულია ურსა, თუმცა პირიქით შეიძლება მოკდეს. დაღი თამაში წავიდა early game-შივე. ხელად უნდა იყოს Spirit Breaker-ი, რა თქმა უნდა გაბექა. ხედავთ ცვლიან ხშირად გმირები ლეინებს და ძალიან ცოტა აკლიერებს ხო, მაგერი აქვს, თუმცა ახლა უნდა გაიქცეს. მაინც Blade Mail-ის გარეშე ურსაზე მიხტომა არ არის კარგი იდეა. აი მე რჩევას მიცემდი რომ პირველივე kill-ი Access-თვის კარგი იქნებოდა და ასევე თუ დაეხმარებოდა მის mid-lanes და დაიარავდნენ აქ Discovery-ს, თუმცა Discovery-ს თავისუფლად შეუძლია. mid-lane-ი თანაბრად წარიმართა. არ მოუგია არც ერთ მისს. ჩამოკაჩა მე იქ ტემპლარმა და კინ Monkey King-ის წყალობით დაიჭაგრა მე ისე. პირველი კოლი, კარგი Rage Excel-თან, თუმცა გოლემიც კი დაახარჯეს. სტანი და ნახოთ Spirit Breaker-ი Tower-ის არ უნდა შევიდეს კარაპასებით დაისტანა იგი, რემნატით მოვიდა უკვე Discovery, გააქრეს აქ Spirit Breaker-ი და მიყვება ამ ყველაფერს რა თქმა უნდა Warlock-იც -2 რადიათის შესრულებით ჰირუმა ალბათ გაიქცევა სავარაუდოდ. ო ნუ არისო საჭირო ასეთი აგრესია და ისაჯა -2-ით ნოუმეტა და გაგრძელდება თამაში რას მომდი. ხო არა აქ შეცდომა დაუშვა Spirit Breaker-მა იქ როცა და Discover-ს მალე ექნება Whale-ი. რაც დიდი პლუსია რა თქმა უნდა, სულ რაღაც 180 gold-ში. Discover-მა შეიწერა მეგონი პირველი ფრაგი ხო? დღევანდელ შეხვედრაში ვორცდები. ო ფარმი უნდა ეხლა თქო უნდა Storm Spirit Breaker-საც ცოტა 6 ლეველამდე მაინც რომ მივიდეს რო ულტის გამოყენებას შეძლოს მან charge-ის შემდეგ. უკვე აქვს დაგერი და უფრო უნდა გააქტიურდნენ. მით უმეტეს Grave უძლურია ამ თამაში. მაინტერესებს ურსა მიყია თუ არა უკვე Death Mask-ი. აი აქ უკვე სტაში, ანუ როგორც შესაპირებს ბოლომდე ვლადიმერის დასრულებას და ალბათ მეერე წავა როშანზე. აგვიანებენ ხოლმე ზოგადად აი წინა სტრიმებშიც ვნახე რამოდენიმე ურსა და ცოტა საგვიანებენ ხოლმე როშანზე წასვლას. აი ეხლაც თუნდაც ნოუმეტამ კარგად ისის რომ უკვე მზად იქნება ურსა სავარაუდოდ როშანზე წასასვლელად და უნდა ხო, მით უმეტეს რომ ჯერ წასვლა, ანუ როდესაც იქნება ეს მომენტი დაგება ეს მომენტი და აქ პრობლემები აქვს Spirit Breakers, რომელიც სამაკაცმა შეიწირა აქ და 7-5. ნუ რა ხდება, Emberის დასაგან გადაემზადება აქსი. ნახოთ თუ შეიტყუებს Discover-ს კონტროსი. და ვისპზე მზადდება შეტევა, თუმცა ორი საპორტი არის. მაგრამ აიცილა. გადავა ბაზაში. ნუ ჯეჯებით. აი რემნანტი შვენიერი. თქო კარგი კოლი Access-გან ჰირუმა შეიძლება მოკლას მან Discovery და შვენიერი კილი. ჰირუმას შესრულები Discovery-მ ნუ როგორ არ ვერ ვიტყვი შეცდომა დაუშვა Access თამაში უკეთესი იყო. შემთხვევაში აი Spirit Breaker-ის პირველი ულტი დღევანდელ შეხვედრაში პრობლემები აქვს Axe Grave-ი ადევს Escape J-ს და
გაყვება ხირუმას, არა ხირუმა სავარაუდოდ მოკლავს ბრგვალი და თუ ავსდები ვიჟენი აღარ ექნებათ, კი გაისტანება აქ ესკეიპი, მაგრამ ვიჟენი მშვენიერი კარგი იყო, მაგრამ კარაპასები მოასწრო და კარგი თამაში მომწონს escape J როგორ თამაშობს ჯერჯერობით Nixas-ზე MVP-ა ჯერჯერობით დღევანდელი შეხვედრით ასე ვიტყოდი. ანუ კარგად ხმარობს ტანებს. ხო. თუმცა Discovery მოკვდა პირველი სიკვდილი მას დღევანდელ შეხვედრაში. თუმცა კარგად ფარმაობს ურსა და ეს პრობლემები არ შეუქმნოს საბოლოო ჯამში. No metas. ანუ დაგერის ექნება. კი, ძალიან ცოტა ხანში. მაგრამ არ მიდის როშანზე და რატო არ მიდის როშანზე არ მესმის. ალბათ ფიქრობს რომ დაგერის შემდეგ უკვე პლუს აეგისით დაიწყებს ეფექტურად განგებს. ნუ ვისპი არ ჩერდება, ხიდან ხეზე დახტუნავს, პანტრუსიც ცდილობს არაბილზეა, ნუ დეზოლატორი აქვს საკმაოდ სწრაფი 13 წუთზე. კი, კარგია. ძალიან კარგია. იმბერზე მზადდება სერიოზული განგი. კი, ახირუმა აღარ გარისკა როგორც ჩანს, ან ვიჟენში აღარ იყო უბრალოდ Discovery. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ნეტვორკი ძალიან გაიჭრა ურსაც. ურსა გაიჭრა და მაგას მომფ როცა No metas ახლა არ ყავს გამოკვეთილი ქერი, მაგრამ და აი ეს ნუ ვისპი მარტოა და შეიძლება მოკლას თავისუფლად Spirit Breaker-მა ტელეპორტი უნდა ვიხილოთ. დაინახა მშვენიერი, Boundless Strike-ი გახსნა ulti, escape მშვენიერი სტანი ხირუმაზე, ხირუმა მოკვდება აქ სავარაუდოდ, აი Mega Kill Excel-ისგან. ძალიან ხო, Mega Kill Excel-ისგან მშვენიერი თამაში, მინდა აღვნიშნო აქ Monkey King-ის, რომელიც მიყვება კიდევ არ იყო იქ ხირუმას ერთი კილი, მიყვებოდა ერთ კაკრებს, თუმცა charge აქვს მე არ უნდა გაჩერებულიყო აქ Excel-ისგან გვაქვს დაგერი. ხო, მაგრამ ვიჟენი აღარ იყო და უბრალოდ თორე კი ბატონო ვიხილავდით. Warlock ხედავთ Invisit. ის Warlock-ი უნდა რა თქმა უნდა გოლემის ჩადგება. კიდევ ერთი შეტევა აქ უყტევა ამდენ Templar Assassin-ს უყტევენ, კარგი charge. One-Cap-ზე საიწავიდა კანტროსი ჩემთვის გაუგებარია, თუმცა სავარაუდოდ მაინც გადარჩება. ხირუმა მზადარი უკვე შეხტეს, თუმცა გოლემი სავარაუდოდ შეეწირა ძალიან მარტივად. Gradientებს შეერგოთ. და ესე ნელა იფარმება უკვე დიღმის ღმერთის გუნდი. ოთხში გოლემი აღარ იქნება უკვე ძალიან დიდი ხანი, ხო? კი. ო, პრობლემები აქვს, No metas პატარა. 134 წამი. და მიდის პირდაპირ Hand of Midas-ზე Warlock-ი, რა თქმა უნდა. არ არის არანაირად გასაკვირი ეს ამბავი. ნუ ნეტვორკის განსხვავებასაც შეიძლება. ო, არის საერთოდ არა მიზერულია. თანაბარი თამაში. ხო, ნუ როშანის შესახებ ინფორმაცია აქვს უკვე დიღმის ხმებს და ვფიქრობ, რომ აი ახლა ნიქსი ეპარება აქ სახიფათოა, ნახოთ. გახსნა კარაპასები და ერთი და ორი მოვიდა Excel-იც და მოკლავენ აქ ძალიან კარგად. ხირუმას და აქ უკვე Storm Spirits შეეძლო გაძრება მაინც თავისუფლად პრობლემები. ძალიან ცუდი სიტუაცია დაირის ჯანმრთელი ვიჟენი არა გადაწყვეტა Excel-ი მიდის როშანზე. კი, მიდის როშანზე, ამის შესახებ არ იციან როგორც ნუ იციან. არა, იციან, მაგრამ რა აზრი აქვს access წინააღმდეგ და პლუს გოლემები არ ყავს, აქ ჩხუბი უბრალოდ მე ხომ დაიწყოს ჩხუბი, თუმცა აქცია. არა, აქ ჩხუბი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს, ჩემი აზრით ახლა. დაიერმა აქზე ნუ გამოვა. Spirit Breaker-ი მოდის აქცი ტელეპორტება ერთ წამში უკვე დროა რომ დაიწყოს. აი მოდის. კარგად გაიბაშა აქ ვისპი რომელიც უცხნი და One-Cap-ი მშვენიერი სტანი X-იან ორ კაცზე, გაიხსნელია ulti, მოკვდება Warlock-ი რა თქმა უნდა. Excel-ს ulti რომელიც მოკლა უკვე როშანი და უბრალოდ ხედავთ აი ასაც -3 აქციც მოვიდა თუმცა გვიან და მოკლავენ ხირუმასაც თავისუფლად რასაც One-Body აქ კილი Excel-ისგან კი Monkey King უკვე ძალიან ცუდია. One-Body არ უნდა მიეცათ ეს როშანი No metas, მაგრამ ჩხუბი გადაწყვეს -4 პლუს როშანის შეერგო აქ დიღმის ღმერთს და სკეპტრამდე აკლია 700 გოლდი Keeper of the Lights ეს შეიძლება გაიჩენჯე. ნახეთ კარაპასით გაისტანა Excel-ს ეყოფა რეინჯი მისდევს. თუმცა არა Binding Light-ი და გადარჩა. სად მიდის ახლა charger გაჩერდეს ჯობი. არა, უნდა გაჩერდეს აუცილებლად თორემ თუმცა არ ჩერდება, ხედავთ, ნუ ეყოფა ultimate-ი მოსაკლავად, თუმცა როშანია კურსსაც და აი, ერთი დარტყმით. კარგია, იმორტალი დააკარგვინეს. ურსაც შეცდომა უფრო არის, ეს ატო არ გააფუშეს იქ ტაუერი, გასაკვირია. გაცოცხლდა ყველგან უკვე No metas-განაც. 1900 გოლდი. ძალიან დრისკავს. ერთი მომხრივი როცა
თიმი ძალიან უკან არის ნუ ჯერჯერობით. ნიქსი იყენებს ძალიან ეფექტურად კარაპას და იმპეილს. ან მომწონს. ნუ მიდასი დაამთავრა ნიქსმა, ეს უკვე და ძალიან კარგი ფარმის მოლოდინში ვართ მისგან მის შესრულებით. ნელა თავის აიტემებს რაც შეეხება მისი აიტემები, ვეილი ჰქონდა кайფნის წინ და ეხლა ბლინკ დაგერი გადაწყვიტა. ხო, პლუს დაამთავრა როგორც ხედავთ უცოთრეველი. ნუ უპირატესობა მოიპოვა. ძალიან ხედავთ 2200 გოლდით არის გაჭრილი ნეტვორკში ახლა ურსა მოსდევს მას ტემპლარ ასასენი, ბაუნდლეს სტრაიკი, გადახტომა, არა ნიქსმა იყო ვენდეტა, მშვენიერია, ძალიან მანაბერნი და კილი. ხო, დაბლ დიმეიჯზე ვენდეტასგან დარტყმა. ნუ არ ქონდა ხო რეფლექშენი იქ დას. არა, არ ქონდა. ხო, ის ძალიან შეცდომა დაუშვა, რეფლექშენიც არის შესაძლებელი. არა, ვერც ხედავდა ბაუნდლეს სტრაიკ შემდეგ ალბათ ვერც მოასწრო, იმიტომ რომ უბრალოდ რატო ვერ მოასწრო 1-2 წამის მერე გაისტანა მხოლოდ ნიქსისგან და ნუ მაინც ასურველია რომ რეფლექშენის გარეშე არიარო როცა ნიქსია თამაში. მით უმეტეს ვიჟენი თითქოს იყო ვიჟენი ასე თუ ისე იქ დინარეზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვენდეტაში არ ჩანდა. ნიქს ასასინი და რომლოდ გადამწყვეტი როლი შეიტანა საუბრობთ ნუ უმეტეს მილენის კლელობაში. ნუ კარგად აკეთებენ დევარდებს, თუმცა სადაც საჭიროა იქ არ დევს ცენტრი, რათა ნიქსისგან დაიცვან თავი. People feel like სტანავს. ოხტა კიდევ ერთი კარაპასები. აი ბლეიდ მეილ უკვე საინტერესო აქსეზე. ეს უკვე კარგია. უკვე შეიძლება სოლო კილების გაკეთებაც. ნუ ჭირდება ერთი კარგი teamfight-ი ნოუმეტას და ნახოთ smoke-ისთვის იკრიბებიან თუ არა. მაღლა არა? არა. ჩემთვის გაუგებარია აქვს Warlocks და ახლა მოაქვს Couriers და სავარაუდოდ ვიხილავთ Smokes, რომელიც აუცილებლად ეფექტური უნდა იყოს. უნდა შეუტიოს ჩემი აზრით დიღმის ღმერთი აქ. რაც დავარია უნდა დაფოკუსდეს ვინმე, რადგან ყველა გმირის გაქრობა შეუძლია თაქს და ტას მაგალითად მომენტალურად. და ვინ გაიჩარჯა მაღლა, Monkey King-ი, რომელიც მოასწრებს ტელეპორტს. რა თქმა უნდა ეს ჩარჯი გაითიშება. დააკარგმე იმორტალი, მე მეყვატიეთ და იმორტალი რამდენი ხანი აღარ აქვს უკვე ურსას. კი, Spirit Breaker-ი. გადასულია დიღმის ღმერთი ფარმზე. ურსას დაგერიც აქვს უკვე და Linken's Kraus. ლინკენი ძალიან მაგარ ფარმზე არის, აქვს 11000-ია გაფორმული 20 წუთში, მშვენიერია. ლინკენი საკმაოდ კარგი აიტემია, აქვს Manalix შორებ, ვერ ჩარჯავს Spirit Breaker-ი და Calling Blade-ი აქვს ის კიდევ. ხო, Ultimate-ი. თვითონ კოლიც ხო მეგონ კოლისგანაც არა, კოლისგან ვერ ახარ დასული, არ ხარ დასული. კოლს არ აინტერესებს, არც ლინკენი, არც BKB. თუმცა Calling Blade-ი ანუ Axis Ultimate Dunk-ი ეგრეთ წოდებული, მაგას თუ აიცილებ ეფექტურია, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ რომ Rage-ი ფაქტობრივად შეუძლებელია ურსას მოკლა, ხოლო Calling Blade-ით შეიძლება მოკლა, ნუ დიდი პლუსია ეს Excel-ისთვის, რადგან მომენტალურად დაირეგენებს თუ ვინმეს წაარტყა. ანუ ნუ ძალიან კარგი სწორი არჩევანია Excel-ისგან Linken's Spare-ი. და აი ვიხილეთ 4 კაციანი Smoke-ი, სად არის Spirit Breaker-ი, თუმცა არავინ არ არის, ანუ ვიჟენი აქვს 0 Radiant-ის jungle-ში. თუმცა მაინც მიემართებიან, high ground-ზე მაინც უნდა დაიდოს Ward-ი ახლა. და ქვემოთ დაინახეს Ember-ი მომენტალურად გაბრუნდნენ და რა ხდება? Spirit Breaker-მა უკვე უნდა დაიწყოს, არა გაქრა Ember-ი საწავიდა საერთოდ ვეღარ ვხედავ mid lane-ზე. და ნუ გავა ცოტა ხანში Smoke-ი, ვიღაც უნდა იპოვონ. All Vision თუ შეიძლება. ნუ Ember-ი შეიძლება წააწყდნენ, უნდა მიხვდეს ეს. უნდა მიხვდეს აქსი, რა თქმა უნდა, Vision-ი აქვს უკვე და გოლი გაკეთდა, Nix Assassin მოდის Impale-ი, Ember-ი ლოუა, თუმცა კარგად ჩადგა გოლემი და ტემპლარი შევიდა, თუმცა რუტი ყველაფერი გარუტა. იქ Ember-მა და Spirit Breaker-ი მიემართება, მანა აღარ აქვს Ember-ს Manalix-ისგან, მრგვალი გარბის Grave-ით, ზემოთ კი Excel-ი შემოვიდა fight-ში და გააქრო იქ აქსი და ტემპლარი და უკვე უნდა იზრუნონ გაქცევაზე ამ სიტუაციიდან ნოუმეტას მოთამაშეებმა. ნუ Excel-ს მისდევს გოლემი, კიდევ ერთი free gold-ი, პლუს 100 gold-ი და აი ბარა მაინც დაიჭირეს. ნუ გარბოდა აშკარად ბარა, თუმცა კარაპასით გააჩერა Nix-მა. და ეხლა კოტლი რატომ აჩვენებს თავს, უბრალოდ save ტიპი გაეკეთებინა, team wipe-ი არა. ხო, მე მაინტერესებს ვერ დავინახე და თუ გამახსენებ, კარგი იქნება Templar Assassin-ის სად იყო აქა? ნუ ურსა მოკლა მაღლა, ხო? გამოითიშა როგორც ჩანს.
არ თავიდან იქ გოლემები რო ჩავარდა შემდეგ მეგონი ნუ გვიან შემოვიდა შემოისეირნა ფეხით და ლინგდაგერი არ აღჭერდა პრობლემატურია სწრაფად შეხვიდა team fight-ში ნუ მოკლედ ნუ ლინკეინს დაამთავრა ურსამ და ეხლა საპასუხოს მოუქი დიღმის ღმერთისგან ჯერჯერობით უკეთ გამოიყურებიან დიღმის ღმერთის მოთამაშეები ხო მაგრამ ფუში საჭიროა კილებით თამაშებს ვერ მოიგებ გასატანია ბაზა და ჯერჯერობით როგორც მე ვარაუდობ კიდევ ერთხელ აქსი თუმცა ნიქს აქვს ინფორმაცია იქ და იმბერი მომენტალურად გაქრა საკუთარ ბაზაში აი ნიქსი ეხლა გაუშალეს კარგად დასტი კარგად აქედან ვერ გაიქცევა კოლშია მილ სტრაიკი და კარგი თამაში 1k კრიპმა ანუ სპირიტ ბრეიკერმა შეიგო კურიერი უნდა მოკლან არა ეს ხო ამერია ხო დაიერს კურიერი ო ისე მომენტალურად გაბრუნდა კურიერი რო არის ეს სიამოვნო კადრი არ მისიამოვნო ძალიან სფერო დაამთავრა Excel-მა და მიდის BK-ს. ხო, გადავხედოთ კორეების builds რა სიტუაციაში არიან. ნუ დეზოლატორი ტემპლარს აქვს უკვე თავისი აქვს. მიდასი ვარლოკისგან, აი სკეპტრი რატისგან ვიხილეთ. ნუ ბლინკდაგერი იქეთ ემბერზე, კიდევ ერთი მიდასი ნიქს ასასინზე. ნუ კარგი სიტუაცია და აი ვისპისგან ბაშერი რაც ძალიან სჭირდებოდა. ხო, დაამთავრა უკვე. დიღმის ღმერთის team fights. თუმცა ასევე სკეპტრი keeper of the light-ი ძალიან გამოადგება. team fights-თან daylight-ი არის და ახლა ზუსტად ის დროა ალბათ რომ იჩხუბონ. ყველაფერი გვაქვს? არა, იმ გოლემები. აი, გოლემები გადაეტენა. კი, ყველა ultimate-ი გვაქვს, გარდა spirit breaker-ის. დამთავრდა და აბა ვნახოთ. ნიქსი აქ დასტი საჭიროა აუცილებლად ან რამე century ward რომელიც დადგმულია ნიქს კარაპასი იქნება რა თქმა უნდა. კარაპასი იქნება გაისტანა keeper of the light-ი. ვერ მოასწრო, არ გადახტობა მაინც მოასწრო, მანკი კიკმა და მოკლა კოტლი ულში მოხტავს ჩვენი კაიკე, ჩაგდემნო გოლემები, გრეივი, ვისადებს არ აქვს მშვენივრად რომ calling blade-ით გადა დანკი გააკეთა აქსი კარგი. აქსი მოკვდა აქსი და Excel-ი ცდილობს, ანუ ტაცდილობს მოკლას, თუმცა რა თქმა უნდა ურსას ნუ გაიყოლა მაინც ურსა და spirit breaker-ი უნდა გავიდეს 4-3-ზე. ნუ მაინც კარგი ფაითი იყო ნოუმეტასთვის, სამი კაცი გამოთიშეს და ცდილობენ ან არ მოხდა ჩეინი იქ spirit breakers და რა თქმა უნდა გავა ამ სიტუაციიდან. goal change-ი ვნახოთ ძალიან საინტერესო იყო. ნუ fighter-კებს ვეღარ ვნახულობთ. ვერა. ხო, მაინც უპირატესობა 800-იანი დაახლოებით. ნუ ურსა მოკვდა და ნიქსი მოკვდა. ხო, ფული კარგად გამოიღო ეხლა აქ ნოუმეტამ პლუსში წავიდნენ საბოლოო ჯამში მიუხედავად რომ 4 ჰიროი დაკარგეს. ნუ უკვე ალბათ გეიმის დროა, რადგან ნიქსის გაჩერება ძალიან რთული ხდება. ნუ ეგრევე კლავს საპორტს და საკმაოდ მალე, ხო, ძალიან მალე მოკვდა team fight-ში, როგორც დავინახეთ კოტლი, რომელიც მაშინ მაკინგმა პირველი მოკლა და ვეღარ მოასწრო ჰილის გაკეთება. რა თქმა უნდა, keeper of the light-მა ფაის გამოადგებოდა. მაინც უფრო მე ვფიქრობ, რომ აქსისგან უნდა დაიწყოს ინიციატივა. აქსი თავის საქმე გააკეთა გრევიანი. არა, ჯერჯერობით ნიქსი იწყებს team fights და აქსმა უნდა მოახერხოს ეფექტურად და კიდე ერთი რაც თავარია team fight-ში ნოუმეტას ხრიდან, ნუ ის 3.2 წამი, რომელიც კოლზეა განკუთვნილი, აუცილებლად უნდა აცალოს ვარლოკმა, რადგან კოლში სტანი თუ მოხდა გოლემებით, ანუ გამოდის რომ კოლს აზრი არ აქვს. ხო, კი, დაგეთანხმები 100%-ით. ნუ ეს ტაიმინგი აუცილებლად ჭირდება ნოუმეტას. ხო, დააცათოს ხო ერთი ორი წამი მაინც. ისე რომ პანიკური გოლემი და აქსი და ყველაფერი ოღონდ რამე დაუშაო მეტოქეს, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. ან შესაძლებელია პირიქით ჯერ გოლემი ჩავარდეს რომ ხო, ეგეც შესაძლებელია. ის მოხდეს უფრო კარგი. თავარი ერთმანეთს არ დაამთხვიონ, რადგან ყველა დიდი ძალა აქსის არის ის რომ blade mail-ზე არ თქმევინო მოწინააღმდეგეს. რაც საკმაოდ მტკივნეულია ყველასთვის, მათ შორის ურსასთვისაც, მიუხედავად ვლადიმირისა. ნებისმიერ გმირისთვის, რომელიც არის ახლა რადიანტის ტიმში, რა თქმა უნდა, არ იქნება სასიამოვნო ის, რაც შენ უკვე აღნიშნე. ისევ დაწყნარდა ცოტა სიტუაცია. ულცხსნის აქ ვისპი, boundless strike-ი, გადმოვიდა discovery boots of travel-ით და მარტივი kili spirit breaker-ზე ძალიან კარგი იყო. და push-out discovery აქვს tops. ალბათ call-ისთვის. რა თქმა უნდა და quick play-ში რა ედო?
She was guardi quick buy-ში. საინტერესო ბილდი გადაწყვიტა Discover-მა. გაცვაში უფრო მიდის ვიდე თავდასხმაში, ანუ გულისხმობ რომ სიტყვაზე ალბათ She-ს შემდეგ დაიწყებს და Mjolnir და ასე ანუ რაღაცას. უფრო Teamfight-ზე გადაიტანა ყურადღება. ნუ შეიძლება საერთოდაც არ ვიხილოთ Mjolnir-ი. ან Blade Mail-ი შეიძლება ვნახოთ. ხო, კი, ძალიან თავისებური. ურსა, რაც შეეხება ურსას. საერთოდ Blade Mail იქნებოდა ძალიან მაგარი, ხა Templars-ის წინააღმდეგ. ნუ ბაშერი აქვს უკვე Excel-ს, ეს ძალიან ებისალიც არ არის შორს ხაშოს. ხო, ებისალიც და ეს ძალიან გამოსადეგარი აიტემია ურსასთვის. ნუ ფაქტობრივად ნებისმიერს ვისაც ურსა დაახტება, ხო მკვდარია. და ნახოთ. ხო, როშანი დადგა, როგორც ხედავთ მინიმებზეც. ნუ ჯერჯერობით არის ექშენი მათ ამ თამაში, თუმცა ისეთი არაფერი ხდება, ანუ მე ვამბობ ცოტა სენსაციური რაღაც. ხო, არა, ნუ წყნარად თამაშობს ორივე გუნდი, უყურეცოა პატარა აქ როშანი დადგა დაბლდიმი. დიღმის ღმერთს. ხო, მინდა ვთქვა, ამ თითქოს იმ იმ სცენარით მიდის თამაში, რომ ყველაფერი უკვე წინასწარ გადაწყვეტილი მგონია, რომ დიღმის ღმერთი პიკაპებს აკეთებს, teamfight-ებს იგებს და რაღაც გჭირდება no-meta-სგან. ხო და ფიქრობ მე დავამატებ ამ ყველაფერს იმას, რომ ცოტა თუ არ იჩქარა დიღმის ღმერთმა და მისცა საშუალება რომ no-meta-ს ხავარკვირებს ეგეც გაფარმოს უკვე პრობლემატური იქნება late game-ში, იმიტომ რომ teamfight-ი უკეთესია აშკარად. იმას აუცილებლად და ის კომბო კი რაც no-meta-ს აქვს, უბრალოდ ვერავინ ვერ გადარჩება. ნუ აუცილებლად იმოქმედებს ის ფაქტორი თუ late-ამდე მივიდა ეს თამაში, რომ ურსა დაკარგავს ეფექტურობას, ანუ იოლის აკონტროლებელი გახდება და ემბერის აი ესე არ უნდა ყვდებოდნენ ეხა no-meta-ს გმირები, vision-ი უნდა გქონდეს. თითქოს გახარ შენ თან ემზადები შეტევითს, მაგრამ vision-ი არ გაქვს, wing-ი არ უკვე მე რამდენად ხდება ეს ყველაფერი აქ. ხო, არ ვიცი. და დაკარგეს ამ არ არის ისევ ჰირუმა და ძალიან მარტივი როშანი იქნება ეს. დიღმის ღმერთის შესრულებით და უკვე ფუშას ვიხილავთ სავარაუდოდ. გადააგდო ფითიდან Excel-ი binding light-ით. თუმცა ეს არაფერი ერთი ნუ დროს დაკარგინებს, ნუ მაქსიმუმ შევა, რა თქმა უნდა, აქ ხაკეთებული light-ი და სწორსაც შევა. არ შეუძლია იმას ყოველ შემთხვევაში. სკეპტრი 21 წუთზე Nix Assassin-ზე ეს უკვე აი მიდასმა თავისი საქმე გააკეთა როგორც ძალიან შემაწუხებელია Nix-ის სკეპტრი. პირადი გამოცდილება. გუშინდელი თუნდაც ბაროუ და ბაროუს რაის. საში 1 საათი კლუბით მე და ლეგიონ კომანდერი ურსასთან ერთად მიწაში ჩამძვალ Nix უბრალოდ კიდე რამდენი 51 წუთზე სხვათა შორის 400 დემიჯი მქონდა აღნიშნავ, მაგრამ არ ყოფილდა. და ნახოთ, ახლა უკვე Nix-ით სერიოზული ძალა, თავისუფლად შეუძლია. ხო, ეხა ფუში, რა თქმა უნდა, დიღმის ღმერთისგან უნდა განხორციელდეს, გამოიყენებული იქნას ეს იმორტალი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, late game-ში თუ გადავიდა თამაში, პრობლემებს გადააწყდება უკვე. Networks-ი ადის 15-მდე დაახლოებით. კი, ანუ 10 არის და ის პატარა comeback-ისავით იყო იქ. ანუ 1-2 teamfight-ი თუ მოიგო no-meta-მ, უკვე late-ზე გადავა თამაში, ანუ იმას გულისხმობ, რომ ეფექტურობას დაკარგავენ ემბერის მაგიური damage-ი მაგალითად. ნუ დასაგებია ეს teamfight-ის ხო ამბობ, რომ ანუ შე როგორც ჩაჯდა უკვე ეს ადგილი Nix-ისგან. ხო ესე იგი teamfight დასაგეგმია ხო რომ ანუ პირველი აქსის შეხვდა შემდეგ გოლემები მოყვაზავი ანუ კონტროლი უნდა დაიჭირო უნდა ვიღაცა ხო ჯერ ნუ ისიც აღნიშნოთ რომ არ უნდა დააწყებინო კი გეტყვი წინააღმდეგ ეს teamfight ისიც აღნიშნოთ რომ late game-ში გადასვლა შემოხდა ურსა ეხა ჰირუმა შეხდეს აი binding light-ი იქეთ მანალიქი და ამ კონტროლზე ვლაპარაკობდი რომ ურსაც გაკონტროლებს აჰა ცალკე იფუს ეხა ქვემოთ გამოვიდა გოლემები სამი კაცი მოხდა თუმცა სად არის აქსი აგვიანებს Spirit Breaker-ი მოკვდება და სამკაციანი ქოლი ძალიან კარგი ვნახოთ აქსზე შეიძლება დანკის გაკეთება მეორე დანკი ვერ მოახერხა Keeper of the Light ემბერი მანის გარეშე დარჩა იქ Excel-ია ორ კაცში მოქცეული და Templar Assassin-ი ურტყავს გოლემიც ურტყავს უკნიდან ჰირუმა ნუ გაიწიოს ან refraction-ი ერთი დარტყმა გააკეთოს ქოლიჯობია გააკეთოს მაინც მოკლა და ეხა Excel-ი ვეღარ გადარჩება მეორე კაცი თუ არ დააყოლა და ადგება ბლინკი დატენილი ექნება და რატი ალბათ მოკვდება ნუ გადარჩა რატი არა გადარჩა თუმცა ნუ მისდევენ ყველა მოკვდება აქ არ შეიძლება აქედან Excel-ის გაშვება ასეთ teamfight-დან -3 გაუკეთეს თქმის ღმერთს ნუ მანის გარეშეა დარჩენილი მაგრამ ნებისმიერს მოკლავს ხო და მაგას ვამბობ
ხო ძალიან კარგი აი რა მოხდა ახლა ამ ნორმალური კაიფაითი იყო კი კაიფაითი იყო და რა მოხდა შეხედი რა ყველაფერი კარგად გააკეთა აქ ნოუმეტამ რა მხრივ ესე იგი კოლი აქსეს ძალიან მაგარი კოლი სამკაცში გოლემები უკვე კარგად ჩაგდებული იყო მაგაზე არ მაქვს ყურადღება ერთ-ერთზე იბრძოდა ექსელი ებრძოდა ერთ-ერთზე ტემპლარსმა დაივიწყა ეს ურსა და გადმოვიდა პიტაპირ ქოლისაც ყო გაკეთებული და მაქსიმალური დემიჯი შეიტანა იმ ორ გმირზე და აბსოლუტურად სწორი გაწყვეტილება იყო იმიტომ რომ ის ორივე გემი თავიდანვე მოკლა მოიშორეს და უკვე კი იქ ვერ მოკლეს ურსა მაგრამ team fight-ი ასე ვთქვათ ნოუმეტას ასაკლებოდ დასრულდა კარგი კოლი ბლეიდ მეინი გახსნილია და ვერ მოასწრა გადარჩება ემბერი ნიქსი მოვიდა აქსი მოკვდა და Spirit Breakers-ას რა თქმა უნდა არ გაუშვებენ აქედან და Excel-ის ცდილობს დაიჭიროს რატი, თუმცა Keeper-ով ის დიდი მუსვიდი აქვს, ვერ დაეწევი და ერთ ფაქტზე ვამახვილებდი ყურადღებას, რომ ყველაზე მეტად შეუძლია, ერთ-ერთი გმირია Keeper-ով Light-ი, რომელიც ძალიან კარგია high ground-ის დასადებად და ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ თამაში გადავა late-ისკენ, ამასობაში გადავხედოთ კიდეც No-Meta-ს core-ების items, No-Meta ხო, წინსვლა გვაქვს Dragonlance და BKB დაიმატა Quantrus-მა, Axi, Forstaff-ი, საკმაოდ კაია კონტროლისთვის, ურსასთან მით უმეტეს და კიდევ რა გვაქვს? Glimmer-ი, რატომ არ წავიდა Scepter-ზე, ჩემთვის გაუგებარია Warlock-ი. კიდევ ერთი Forstaff-ი არის, ყველაზე გამოსადეგარი ნივთი, როცა ურსა არის თამაში. საპასუხოდ კი Embers შივა დაამთავრა რა. ხო, ეს ძალიან მსხვილი team fight არტეფაქტი, რა თქმა უნდა. და ფაიფი და გოლწა აღგვინიშნა, რომელიც გვალმა დაამთავრა დაახლოებით 10 წუთის წინ თუ 20 ფაიფი. ხო, ესეც საკმაოდ კარგი აიტემია, თუმცა მაინც უფრო ფიზიკურია damage-ი, მეტწილად No-Meta-სგან. არა, ხა გოლემები და Keeper-of the Light-ის პირველის, ფაიფს ხო, მოკლედ რა ხდება ახლა? ნოტა მეორე როშანი, ორივე როშანი ქონდა ურსას, შეტევა ჩაიშალა ორივეგან, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შეძლეს თავი დაცვა. No-Meta კარგი team fight-ი გამოვიდა No-Meta-ს მოთამაშეებს და ჯერჯერობით late game-ისკენ მიყავთ ყველაფერი და რატომაც გონია რომ მე უკვე ხვდები ხო როგორც ყოველთვის ჩემ predictions გავაკეთებ რომ ეს თამაში ესე მარტივად არ მორჩება. მაგრამ უკვე არ მორჩა 99 წუთი გასულია და ჯერ high ground-ზე არ გვინახავს არც ერთი გუნდი მიახლოებული კი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია წინა თამაში ამ ორ გუნდს შორის იყო რაღაც რეკორდული დრო 140 წუთი თუ რაღაც მაგდაგვარი. კი, მახსოვს მეგაკრიპებისგან დაბრუნდა No-Meta. ხო, მეგონი. ყოჩა თუ არ ვწდები. და რავი, ეტყობა კარგად გამოსვლით late game-ი No-Meta-ს. Spirit Breakers-ად შეხლა მგონი აიტემი არ აქვს. კი, არა, Shadow Blade-ი აქვს და ესეც support აიტემები ჩაულებად Dusty Dark plus ხედავთ Sentry Wards. ესეთ სხვადასხვა მეოთხე პოზიციის გმირისთვის, კერი თუ ჩავთვალო კერია აქსია ამ შემთხვევაში No-Meta-ში პირველ რუკაზე. Offlaner-ი Spirit Breakers-ის ცოტა 38 წუთისთვის ძალიან ცოტა აიტემია. ხო, ცოტა გაუგებარია და მაგიტო გაუჭდათ სხვადასხვა თამაში დაწყისში. ანუ ამ მდგომარეობამდე იმიტომ ხარ ხედავთ რომ პატარა უპერცო მაინც არის დიგმის ხარეს, მაგრამ team fight-ის პოტენციალი მაღალი რადგან აქვს No-Meta-ს ჯობით ახერხებენ თავის დაცვას და აი ეს თამაში გვაქვს ჯერჯერობით. ურსასაც შეეხება ებისალი დამთავრებული აქვს, Smoke-ი გააქტიურდება ხო და ალბათ ვიხილავთ. კარგი ჯუზია ძალიან ურსა. დიფუზალი ვერ ვიხილეთ ჩემდა გასაკვირად. 4 კაციანი Smoke-ი თუ 5 კაციანი? 5 კაციანი. არა, Nix არ სჭირდება და ვნახოთ ახლა Vision-ი აქვს ხოლმე Spirit Breakers-ზე ჯერჯერობით. რა მოვიდა ვარდებს მეფზე? არაფერი. უბრალოდ ანუ Radiant-ის მხრიდან არ დევს არც ერთი ვარდი, ხო? არც ერთი ვარდი არ დევს, კი ბატონო, ვერაფერს ვერ ხედავენ აბსოლუტურად და როგორც ჩანს შემდეგ როშანამდე არც აპირებენ შეტევის გამო. ეძებს ახლა Excel Spirit Breakers არ აქვს Vision-ი. არა, charge. გავიდა, ხო, არც ალბათ არც იციან საუბარი. ინსტინქტებს მიყვებოდა ახლა დიღმის ღმერთი, ესეთი Vision-ის უქონლობა რამ გამოიწვია ჩემთვის გაუგებარია ჯერჯერობით. რაც შეეხება No-Meta-ს, კარგად აქვს დავარდული საკუთარი ტყე. ახლა დაინახეს თუ არ ვწდები, მე მგონი Monkey King-ი, რომელიც გადახტა ერთი ხიდან მეორეზე.
წამით ჩემთვის ჰირუმმა არ უნდა შეეწიროს, ეხლა აქ მარტივად არ ხო, ნუ არის. მე მაინც დაუთმობდი T2-ს და დავდგებოდი high ground-ზე, აქ ჩხუბი. escape არ ჩანს და რატი, კარგი, აქ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ კარგად გაიქცა escape-ს. ნუ არ ქონდა ინფორმაცია თუ ერთები. არა, მაგრამ high ground-ზე არის entry. სენსი ხანდამ ჯერ აქ tower-ია პირველ რიგში და აქ რაღაცა შეცდომა ვარ. შეცდომა ფორსტაფი აქვს, ვერ გადარჩება. ფორსტაფი აქვს. ხო, მაგრამ ვერ გადარჩება. დროა შევიდეთ. ნუ Excel-ი ძალიან აგრესიულად Lotus Orb-ი ადევს მას. თუმცა Towers დააფოკუსებს. მანალიკი და Excel-ს პრობლემებია, კი, გავა აქიდან. ნახევარი მანა დაუწყო. ნუ ჩართო ულტი, რა თქმა უნდა, ნახევარი მანა შეინარჩუნა. ნუ დროა high ground-ზე. არა, ჯერ არ არის. ნუ ეხლა როშანის გარეშე პრობლემები იქნება დარწმუნებული ვარ. არა, გაქრა. გადარჩება აქ Spirit Breaker-ი. ნუ დრო არის რა high ground-ზე დადგეს ყარად no meta. არა, no meta იდგება, უბრალოდ დიღმის ღმერთი ვერავა როშანის გარეშე ჩემი აზრით high ground-ზე, ძალიან დიდი რისკი არის. აქ ერთი team fight-ი და Monkey Kings აქვს ბაშერი. არ გახსენია. შვენიერი თამაში, არ ვიცი ეს ნუ მანალიკი აღარ აქვს, მანა გაისტანა ქოლი. ქოლი, რა ხდება? არა. ვერ დაკოლა. ნუ ალბათ დაგერი ნუ თავისი Battle Hunger-ი დაედო Lotus Orb-ის გამო და დაგერი გაიფიშა. всё, გასაგებია. თუმცა სანამ Battle Hunger-ს იხმარდა, მანამდე შეეძლო დაკოლვა აქ. ხო, თავისუფლად. ნუ იწელება, გაიწელა ბოლო 10 წუთი დაახლოებით. Pipe-ი არ გვაქვს. ბოლო როშანის შემდეგ და 2 წუთში დადგება ეს როშანი და ეს სწორედ no meta-s მხრიდან Pipe-ი არ გვაქვს. no meta-სგან Pipe-ი არ გვაქვს. საინტერესოა. ნუ კიდევ ერთი არტეფაქტი დაასრულა Pike-ი Quantrus-მა. Hiruma ისევ იგივე ბილდზეა, ნუ Scepter-ს არ გვთა, აი Scepter-ი დაწყებული აქვს Warlocks და რატი. ნუ რატიც ჩვენიერ ბილდზეა. მე ასე ვთქვათ ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში რომ ცოტა damage-იც წასულიყო Ember Spirit-ი, იმიტომ რომ რაც უფრო late game-ში გადავა, მით უფრო გაზნელდება რა თქმა უნდა იმ გმირების მოკლა, რომელიც no meta-s ყავს. ერთი Excel-ი ვერ მოერევა. ხო, ნუ კიდევ ერთხელ გადამახედეთ Discovery-s farms, ანუ item-ებს. ანუ შოულებრივი, ასე ვთქვათ, damage-ი იქნება შემდეგი ალბათ. ხო, damage-ი არ აქვს საერთოდ. ანუ Putin fight-ზეა გათვლი, რომელიც ძალიან მალე აქ მაინც უნდა მოკლან ახლა Monkey King-ი, რასაც შეგვიძლია კიდევაც. დანკი მოხდა Wisps. როშანი იქნება 2 წუთში Excel. ხო, ეფექტურობას დაკარგავს ძალიან მალე Ember Spirit-ი. ეს და ურსაც და მაგას ურსა, ნუ force staff-ები 3-4 force staff-ი იქეთან მხრიდან უკვე სერიოზული პრობლემაა ურსასთვის. ნუ საკმაოდ დიდი კონტროლი აქვს მასზე Trap-ი, Manaliki, Spirit Breaker-ი, Golem-ები და Kholi, რავი, ყველაფერი. ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, ანუ დიღმის ღმერთს გულისხმობ, რომ სიტყვაზე team fight-ის დროს, სიტყვაზე თავიდანვე თუ შეძლებენ რომ მოკლან ან Warlock-ი ან Keeper of the Light-ი, რომ ორივე ძალიან მაგად იცავენ თავად გვინებს, ერთი heal-ავს, მეორეს Golem-ები ყავს. ამ Golem-ების წინააღმდეგ, მე მგონი BKB-ც არ შორის, ხო? რა ზემბობ. ის Golem-ებში ისტანები BKB რომ კი, BKB შეატარებს. შეტევა Excel და აქ იქნება ეხა ჩხუბი, ვნახოთ Hiruma ქვევით, იქ ხედავთ კარგი damage-ია, Glimmer-შია გასული Warlock-ი ჩააგდო, ასევე Golem-ები, ყავი და -3, -2 მაპატიათ, მანამდე იყო კარი და ხო. ნუ აქსი მომენტალურად გააქრო Excel-მა და BKB-ც ცდილობს გაიქცეს. ნუ 2-2-ზე თანაბრად გაიყვეს, Golem-იც შეირგო +150 goldi და ნუ ამხელა damage-ი როგორ გააკეთა აქსზე Excel-მა, ცოტა გაუგებარია. Item-ები უწყობს თავს უკვე. კი, თუმცა იქ არც Blade Mail-ი ყოფილა, მგონი არც Kholi, თუ ნახოთ, აი Kholi გამოყენებულია, თუმცა Blade Mail-ი, ხო Blade Mail-ი არ არის გამოყენებული. დაცვაურე ძალიან. და Excel-მა easy როშანი, შემდეგი როშანი, ჩიზი აქვს უკვე. ერთი დაკრიფი ნახე რა შვება. და ეხლა ძალიან საინტერესო, თუმცა მოასწრებს თუ არა Shadow Blade-ი რამდენ ხანში გასდის, გაუვა უკვე. იზის კლავს როშანს, რა ვნახოთ სნეჩი იქნება თუ არა. მოკლავენ. არა, ვერა, ძალიან არ გაუმართლა. ჩარჯი თუ აქვს, ჩარჯი არ აქვს, ჩარჯი. არა. ვერ მოასწრო გამოყენება, ან ვერ მოიფიქრე რომ გამოიყენები და ძალიან ცუდი იყო, თან მარტო იყო. ხო. მაინც სადა რა, ერთ კილოდ ღირდა ის ალბათობა რომ ნუ ბონდუეს Blinding Light-ი აცილა ხო Monkey Kings. ცოტა მომბეს და ეს ყველაფერი ფუშზე უნდა გადავიდეს ეხლა დიღმის ღმერთი, არ ვიცი რაღაც
საინტერესო წინაპირობა არის ეს. როშანი იმორტალი გაკ, სადი ფუშზე. უნდა წახვიდე. რა აზრი აქვს? რატო აძლევ? Full item-ი არის Excel-ი. და გადაუხტა ახლა Keeper-ზე light, თუმცა გადარჩა. ხო, Wonderstrike-იც აცდა, Tios დაკარგავენ. მიცენ, უნდა ახლა აქ არ უნდა იბრძოლოს, გამოვიდეს Spirit Breaker-ის და თავისუფლად შეიძლებენ მოამზადონ უკვე high ground-ის და Defi. უკეთესია ვიდრე ეს თეორი, რომელსაც მაინც შეიძლება Ember-ი მიძია არაფერი დარჩება. აქეთ და უკან Smoke-ია, არა, Vendetta-ში დგანან. ნუ ვიღაც მაკლია თვალში. რატო არ არის აუცილებელი ნოუმეტა შეცდომას თვითონის მაგვარს არა არ მიდიან უბრალოდ შორიდანაც ხო შორიდანაც ხა ჩამოსული იყო ხვევით უკვე ლოუზე სტილოს მანქი ანუ მანის გარეშე დატოვა თუმცა მაინც high ground-ამდე მივა ეს ყველაფერი დეფზე აუცილებლად და ძალიან გაუჭირდება დიღმის ხმერს high ground-ზე ასვლა ძალიან გაუჭირდება მაგრამ მოუწევს მაინც ამ ყველაფრის გაკეთება მოვა დრო არ ვიცი ხა შეცდომას თუ არ დაუშვებს და საცალკე და ესე რაღაც უაზრო team fight-ში არ ჩაებევა ნოუმეტა high ground-ის დაცვა მათ შეუძლიათ ძალიან მაგრა და შეცდომაზე მოკლედ მე მგონი შეცდომას ელოდება დიღმის ღმერთი არ ვიცი იმიტომ რომ თვითონაც ხვდებიან რომ high ground-ზე ასვლა პრაქტიკულად ნუ აქ შეცდომა საჭიროა რომელიმე მხრიდან რადგან ორივე გუნდი ძალიან სტაბილურად დადგა ხო მაგრამ ლოგიკურია ხო ეხლა ნოუმეტასგან თვითონაც ხვდებიან რომ შეუძლიათ ძალიან კარგად დეფი და არ უნდა გავიდნენ, კი, მესმის რომ ფარმი გაკლდება ამითი, მაგრამ თვითონ როცა მოწინააღმდეგესაც ეშინია, ხო? ელოდება უკვე შეცდომას შენგან, როცა შენ დაუშვებ შეცდომას და ნუ მისცემ ამის საშუალებას. მარტივი ლოგიკური ნუ გაგვიმართეთ ბიჭებო ის მსხვერპლი რაც გავიღეთ თქვენ დასასწრებად, მე გულისხმობ რომ მეიჯორის ფინალს ტოვებთ. ხო, ნუ ეს არის ტრავმა სულიერი ჩემთვის. პირველი სამი ხელი თამაში ნახეთ, 2-1 მიყავდა Virtus Pro-ს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს. ხო შეიძლება გაიმარჯვე კიდევაც უკვე და ახლა იქ ჩეტშიც იწერება. რომ Virtus რომ გაიმარჯვა ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში ბოლო თამაშს მაინც თავი და ბოლომდე გადავახე უყურებ აუცილებლად. ხო, ნუ ფუში გვინდა. იმორტალის დრო ჯერჯერობით არ ყოფილა ხო რამდენ ხანში გაუვა. არა. ხო, აქაც რა თქმა უნდა არ წერია. ნუ Monkey King-ის. აი, ეხა და 2 წუთში და 2 წუთი აქვს Excel-ს და მის 4 აუტის რომ რამენაირად შევიდა. აი, შვენიერი შეხვდა Keeper of Light-ი მოკვდება ამ ბაიბეკია საჭირო. ბაიბეკი გაკეთებული იქნა და ჰირუმას პირველ რიგში ჰირუმას ქოლი გვინდა აქ ჯერ მე ვნახოთ მე საინტერესო იქნებოდა გოლემები ხოლოს შემდეგ. ხო, გავიდნენ, უკვე პატარა პლუსში გავიდა. დიღმის ღმერთი რომ ერთი ბაიბეკი გამოაყენებინა, ასე ვთქვათ, ნოუმეტას, Keeper of Light-ის ბაიბეკი იყო, მაგრამ ეხლა კიდე ნუ რისკავს Keeper of Light-ი. დადგა. სუმავდება ამ ეს სახელიც ხშირად მოვიწყდება. პირველი. Illuminati. დასავიწყებელი. განათება სხვადასხვა თვარსტე რა, თვარსტები თამაში. ხომ დაახლოებით და ძალიან მდორე სიტუაცია არის. ხო, ნუ ეშინია, რა თქმა უნდა, დიღმის ღმერთს და ისიც არის გავს, ასევე არ არის გავს. ჩამირთეთ თამაში, არა, შემოხტა მანალექი და გადახტა. უკან თუნდა ჩარჯია შვენიერი ჰირუმას შეხვდა, მელეიდემელი გახსნია და Calling Blade აღარ დაჭდა, თუმცა პრობლემია კარგი, აი Forstaff-ი. შეხვდა უკვე რა Excel-ი, რომელიც გადააგდო იქ უკან რატიმ. არ არის საჭირო ეხლა ჩართული შრაინი ასევე პრობლემები. უნდა გაეკიდო ჩემი აზრით Excel-ი უმანოდ არის საერთოდ და ეხლა უნდა მოხდეს რაღაც ქოლია საჭირო აქცისგან გოლემები არ არის გამოყენებული როგორც ხედავ და Excel-ი low არის და მოკვდება როშანი ანუ გრეივი თუმცა აქსი სად არის? ახლა Calling Blade საჭირო არის რომ დააკარგინოს ეს იმორტალი რომელიც დატენილი არის. მოხდები წამებია დარჩენილი იმორტალის გასვლამდე. აღარ არის საჭირო ბიჭებო, აღარ არის. არა, ნუ გავიდა, აღარ არის იმორტალი. კოლი ნიქსზე ბონდლს ნუ შეიძლება ახლა ნიქსი მოკვდება რა თქმა უნდა Excel-ი მაღლა არის full HP full mana და ელოდება მომენტს ნუ საფრთხეშია ქვემოთ ტემპლარი მისდევს აი ამ მომენტს ელოდებოდა რადგან აქსის შემოყვება თუმცა მაინც მოკვდება აქსი ნუ ტაცდილობს დააფოკუსოს თუმცა არ აკვდება არაფერი ნიქსი შემოbrunდა ფაიჩი ქვემოთ არის ბრგვალი
ნუ იქ ძალიან double HP-ზე აიმბერი, დროული გრეივი იქ და აქსი დაბრუნდა. დაბრუნდა შვენიერი კალიბექი ვიხილეთ. ნუ დაზლის ვერ გადარჩება და ნიქსი ესდება გაქცევას, თუმცა გაჩარჯულია და ვნახოთ Binding Light-ი ტამიადგა, იქ არაპასი ცოტა დააყოვნებს მის სიკვდილს, ნუ გოსკეპტერი მე მგონი, ნუ Barrow Strike-ი და Hiruma-ს triple kill-ი ჩააკლა იქ მიწაში ჩაძრომას ცდილობდა ნიქსი და გაუმარტივა საქმე. არ კონდა, არა, ნუ მაინც ჩააკლა. მოკლედ კარგი ფაიტი, gold change რამე გვანახეთ თუ შეიძლება? ვერ მოვასწრებთ კიდევ ერთხელ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მე ავხსნი აქ რაც მოხდა. Fight recap-ის. კი ბატონო, -2 ბაიბექში დაუжда ეს ყველაფერი, no metas. Bloodthorn-ი Templar Assassin-ისგან ეს უკვე სერიოზულია 24000 მიუხედავად იმისა, რომ 8000 თუ სწევს Excel-ის, ანუ Excel-ი ტას, ნუ ტატა არის და რურსა, გაცილებით კარგად შეიძლება იმ ფარმის არა მურსაც შევხვდეთ ზემოდან 6500 აქ და თუ არ ვწდები ვერ დავინახე აქ გახსნა ულტი ვისმა არა არ მოხდება ფორსტაფი ჩვენი ვერ დაეხმარენ მანალიქი რატის შესრულებით და რამხელა კრიტი კანტრუსი დაინახეს ექსელი არა გადახდა ბლინკი ძალიან ზუსტად ხდება გაწყდა ტელეპორტი და ძალიან დიდი შეხვდება შეხდეს უნდა ქირუმა ნუ აბურთავეს ურსა 98 წამი უნდა აიძულონ ბაიბექი რა თქმა უნდა გოლემებზე კულდაუნი რამდენია თუ შეიძლება რომ ნახოთ მოხდება თუ არა ჰაი გრაუნდის პუში 60 წამი ნუ მაინც უნდა ავიდნენ ჰაი გრაუნდზე ნუ ეხლა უპირატესობა აქვს ანუ ბაიბექი უკვე უნდა გაბრუნდნენ რა თქმა უნდა ნუ მაინც გადაწყვიტეს რომ გაფუშონ მანკი კინგი არ არის უპირატესობა არის რა თქმა უნდა თუმცა მაინც არის ყო ეს ყველაფერი არა ძალიან უნდა დაბრუნდონ ეს ხა უკვე და გაფარმონ ცოტა თავის ჩიზია იქ ბაზაზე დატოვებული. ჩიზი არა Templars plus 4000 გოლდი აქვს ჩანთაში უკვე სერიოზულ ძალას წარმოადგენს. Solar Crest-ი ვიხილეთ. იქ Spirit Breaker-ისგან, ნუ plus Crimson Guard-ი და Nixi, Lotus Orb-ი, Ghost Scepter-ი და Aghanim-ი, ნუ plus 3500. ყველა კარგ ჯანზეა, ასე ვთქვათ, ფრჩხილებში. ნახოთ, ეს ყველაფერი უკვე სწორი ინიციატივაზე და ურსასგან არის ხო refresher orb-ი. ნუ BKB ultimate-ი რადგან დაარეფრეშ, ნუ გასაგებია ალბათ პასივ მე7 აიტემად ექნება backpack-ში გადადებული. მას შემდეგ რაც მოხდება კიდევ ერთი core item-ის დამატება. მაგრამ არა, ბაიბექი ახლა ურსას და მისი სიკვდილი იქნება კატასტროფა უბრალოდ დიღმის ღმერთისთვის. მაგრამ საუბრობთ შემდეგ რომ შემდგე ალბათ არც არაფერი არ მოხდება თუ რაღაც შეცდომასთან არ გვექნება საქმე. დაზლზე არ გადავიხედავს დიდი ხანია. აი კოლი ამას ვამბობდი, ვინ არის აქ ვერ ვხედავ და აქში ემბერია აქში არ უნდა გაუშვან რა თქმა უნდა. გოლემიც კი დაახლა. ხო, გოლემიც და გაიქცა მაინც, მაგრამ კარგი ინიციატივა უკვე ერთი კაკრიფის მხრიდან და ბაიბექის სტატუსი აქვს რა თქმა უნდა ემბერი უნდა აიძულონ, ნუ დაზლს დაეწევა ახლა ერთი დათქვა და მეორე და მკვდარია. ფან კარგი თამაში კანტოს. აი ახლა დრო როცა სანამ გოლემია მით უმეტეს გამოძახებული და აუცილებლად უნდა მოხდეს high ground-ის siege. ნუ მიემართება ტაქსიკ ელოდება ხელსაყრელ მომენტს და ორი გოლემი მოდის როგორც ჩანს სკეპტრის საუწყია ვარლოკს და სერიოზული პრობლემა მელსტრაიკი პაიკი გამოიყენა რამხელა დემიჯი არის თუნდა მხოლოდ 5 დარტყმის უფლება აქვს პაიკის გამოყენებით ანუ რეინჯის ლიმიტი და ერთი დარტყმა დააყდა თორსები ხო ნუ რატო ბექავთ ახლა ნუ ემბერისგან ბაიბექი ვიხილეთ გამომეპარა უცებ ნუ ესეც სერიოზული დანაკლისი იქნება ნუ ურსას და ემბერს აღარ აქვს ბაიბექები. ანუ დაისწრებენ. გავიდნენ. აი გაიტანეს მაინც და ახლა შრაინების უპირატესობა სასწრაფოდ უნდა გამოიყენა ნოუმეტას მოთამაშეებმა. არა. და უკვე თარეშობენ მეფზე. როშანი დადგა. და ამ როშანს პირველად მოკლავს ამ დღევანდელ შეხვედრაში ნოუმეტა ამჯერ. რიგით მეოთხე როშანი და ვის Templar Assassin. უკვე შეიცვალა სიტუაცია და ნუ როგორც ყოველთვის ჩემი პრედიქშენი ახდა რომ ეს თამაში ასე მარტივად არ დამთავრდებოდა თავისი ეფექტურობა დაკარგა ურსამ აღარ შეუძლია ნუ მოგეხსენება რამდენი უსასაწინააღმდეგო აიტემი აიწყო უკვე მოწინააღმდეგე თიმში და Magic Damage რაც შეეხება იმბერს გადავხედოთ რა დანამატი აქვს ნუ შივა ქონდა ოქტარინი არა ყველაფერი ისევ იგივე ამა თან პლუს ბაიბექი გააკეთა king ბარი ხო მაგრამ ბაიბექი გააკეთა ამ ემბერმა დემი რომელსაც დემიჯი საერთოდ არ აქვს რაც შეაქვს სულ 100% magical damage-ია ეს ყველაფერი ცოტა არეულია ემბერი ანუ discovery
იმიტომ თითქოს აპირებდა ერთს, წავიდა მეორე ბილდზე, ნუ დანიშნულება დაავიწყდა ალბათ თავისი, რადგან რა ვიცი რა, ასეთი არეული ბილდი ემბერზე პირველად ნახე, ან უნდა გადაწყვიტო რომ აკეთებ მაგიურ ზიანს, ან ხო და მაგიურ ზიანს სულ გადასული. ხო, თუმცა არ არის რადიანსი, არ არის მეილსტრომი, ანუ მjolniri, მაგის მაგივრად შივა და იქ BKB ვნახეთ ვიყვაიში, Excel-ს უტევს კანტროსი, ერთი სამნი არიან, ვერ გაიქცევა ვიჟენი, გაიჩარჯება. რომელსაც ბაიბექი არ აქვს, მინდა გიშეგა. BKB არ უშველის, აქ ultimate უნდა გადაარტყოს, მაგრამ refresh-ერი კიდევ ახან ყველაფერს თუნდაც არიან და ბრავო. ეს უკვე 120 წამიანი, ანუ 2 წუთით გავიდა Excel-ი თამაშისგან, ნუ შეცდომა პოზიციურად აქ არ უნდა ყოფილიყო ურსა და ეხლა უკვე ნამდვილად დაკარგავენ ბარაკებს, მით უმეტეს Embers არ აქვს ბაიბექი და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ის და აშკარად network change-ი ვნახოთ, მე მგონი უკვე გათანაბრა 22,000-დან გაათანაბრა ანგარიში. ძალიან დიდი კამბექი მოაწყო ნოუმეტამ, რაც გასაკვირი არ იყო, იმიტომ რომ დიდი teamfight პოტენციალი აღუნიშნეთ უკვე თამაში დასაწყისივე აქონდა ამ გუნდს, კარგად იცავდა თავს. მთელი თამაშის განმავლობაში კი ფარმი მეტი ქონდა ურსას, მაგრამ საბოლოოდ რა აგრესიულადაა ეხლა თამაში საჭირო. კი, 75 წამი კიდე არ იქნება ურსა. ხო, 75 წამი main carry არ არის თამაში და ნუ აქსისგან მოვეოდოთ ინიციატივას. ხოლი კვანტროსა ძალიან უკანაა ცოტა უნდა შევიდეს, იმას ვარდები იმორტალიც აქვს, ხო? ნუ ეხლა გაჩაღდება ფაითი ჯერჯერობით და ეხლა ვუკონგს კომენდი ვიხილეთ და საპასუხოდ გოლემები აქსი ემზადება შემოსახტომად, იქ რა ხდება ძალიან დაბალ HP-ზეა. ნუ გაიყვანეს force-ით Spirit Breaker-ი, Grave-ი ვიხილეთ, აქსი როგორც ჯერჯერობით არ შემოდის და ნახოთ Discovery, ეული გამოიყენა. ხო. ნუ ეს არ არის პრობლემა, ადგება, თუმცა ვერაფრით ვერ მოახერხა აქსმა დაიაგროს Nix-ი და 35 წამი ურსას გამოსვლამდე Keeper of the Light-ი გაისტანა, იქ ნუ ყველაფერს აკეთებენ, რადგან გადარჩნენ Keeper of the Light-ი მოკვდება იქ Nix მიუგდეს, თუმცა კიდევ ერთი force-ი აქსი ჩახტა ტრიპლ. კოლი სასწაული და თუ ყველა მოხდა არა, იქ ჩიზი ჭამა, იქ თავი ეულში გაიყვანა ემბერმა, თუმცა ტემპლარი გოლემებთან ერთად ცდილობს ძალიან დიდი დემიჯი, რეფრექშენი არ აქვს, მაგ რუტი უნდა გადაიდოს აუცილებლად, რა შვებიან ქვემოთ. ნუ ორი კაცი მისდევს, როგორღაც შემოbrunდა სიტუაცია და 7 წამი ურსას გამოსვლამდე -3 აქვს. არა, კანტროს უნდა გაიქცეს. კანტროსი აუცილებლად უნდა გაიქცეს, იქ ვარლოქს აწვალებენ. და ეხლა შემოbrunდა და მანკიკინგი 100 წამით გამოთიშა თამაშიდან, თუმცა Excel-ი დაბრუნდა, სად არის? ნუ გადმოვიდა Excel-ი და ცდილობს რომ გაეკიდოს, აი ეხლა ძალიან, ნუ არ აქვს ჯერჯერობით ვიჟენი Nix. ძალიან მაგარია. ნუ ტელეპორტი არ აქვს, ღმერთო ჩემო, ამ სიტუაციაში უტელეპორტოდ დარჩენას არასდროს არ ვისურვებდი. არა, გავა გლიმერი აქვს და გლიმერით გავა ალბათ. ნუ გლიმერით აქედან ვერ გავა, იქეთ ურსა არის და პირდაპირ Excel-ისკენ მიემართება ვარლოკი, თუმცა ნახოთ კიდევ ერთი ხე უნდა მოიხმაროს. რანაგლო. Excel-მა დაინახა ეხლა, Excel-მა დაინახა ეს. მაგრამ არ გადაწყვიტეს, არ გადაწყვეტენ ალბათ. ეს არ უნდა ნუ დაიცვა თავი, რიღმის ღმერთმა, ბრავო მას ამისთვის და 2 წუთი არ იყო ურსას გარეშე შეძლეს high ground-ის დაცვა. აი არაორგანიზებული ფაითი ქონდა აქსი. ხო, აქსიმა დააგვიანა ძალიან თავიდან ბევრჯერ კოლი, მიუხედავად იმისა, რომ შენ რაღაც ფანტასტიკური კოლი გააკეთა. Paradox Agad gadacağım ben şu gavitorisi. You can tell by the way I use my words. Daniel Gaxareb yola. კარგია, თამაშს მივხედოთ, ჯობია ისურს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ გაჩაღდა სასწაული ბრძოლა. ეს კრიპია, მე მგონი ცოტა აცდი მოვლენებს. ბატონო? არა, ანუ ზემოთ კრიპთან იყო ბრძოლა და არა გმირებს შორის. ხო, არა, გაჩაღებული მეთქი კარგი ბრძოლას ზოგადად ვიძახი. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან გამოკეთდა თამაში და ამართლებს იმ მოლოდინებს, რაც 56 წუთი მინდაროს დროს გაგვეპარა. არ შემიმჩნევია თითქოს network-ის სტატუსი. ნუ და სკაძე არა, გადა მალევოლანსით ვარსტები. ხო, ორქიდზე წადა Excel-ი. საინტერესოა. არა, გადაიფიქრა. ისო გადაიფიქრა, იმიტომ თავიდან სკადი ქონდა, შემდეგ დედლუსი დავინახე ბოლოს. შეხედე Spirit Breaker-ის აიტემებს, არაფერი არ ქონდა ხოიცა. ნუ ასაუტი, Crimson Guard-ი,
უკვე სერიოზულ Solar ძალას Crest-ის წარმოადგენს. ზევიდან და ნუ მოკლედ მოდი სანამ აი ისე რატო არ გადააბა? საინტერესოა, ძალიან დიდი ხანია Shadow Blade აქვს და სივერი. ხო, რატო არ გადააბა? შეეძლო თავისუფლად ანუ რავი არ არის ეგ. ასე წინააღმდეგ არ იქნებოდა? რავი. არა, მაინც და მაინც მნიშვნელოვანი აქვს. ხო, ნუ მოკლედ მოდი უცებ სანამ გაჩაღდება კიდე ფაითი გადავხედოთ აი, იტემებს, მაინც ნუ თქო, ნეტვორკში უკვე გაასწრო ნეტვორკში. კი გაასწრო. ნუ ნოუმეტამ გაასწრო. refresh-ერი Warlock-ისგან და ეს უკვე და ჰირუმა ნუ გოლემები ვიცით რომ კი არის, მაგრამ ჰირუმას ნუ უკვე უფრო ეფექტური ინიციატორი არის Warlock-ი, შეუძლია ჰირუმას შეუმზადოს იქ, მაგრამ ვიხილეთ სამკაციანი ქოლი ბოლო ფაიტში. აქ უკვე იმორტალის გარეშე ცდილობს სასვლას და ნოუმეტა ხოლო ჰაიგრაუნდზე. დაზლი მოყვა ქოლში. კარგია, იმის გარეშე დარჩება, გრეივის გარეშე დარჩება, თუმცა ვერ მივიდა გრეივამდე სამროდო ჰირუმა, რომელიც გაჭედილია ეხლა ულში. ექსელი, აი პირველი გოლემი ვიხილეთ, თუმცა არაფერია და კლოეს ყველაფერი ექსელს, რომელსაც ასევე refresh-ერი აქვს, თუმცა ყდება და ვერ გამოასწრო refresh-ერის გამოყენება, თუმცა ბაიბექი აქ უკვე ამჯერად აქვს მიდის ბრძოლა 4 გოლემს ხედავთ, გასტანული bounce strike-ი არ ვიცი შეხტა აქ უტევ. გამოვიდა ექსელი და მოკლეს ჰირუმა, არ ვიცი ამ დროს სად იყო Templar Assassin-ის შვენიერის ტანი XJ-ის შესრულებით. რაღაც გასულები არიან ფაითისგან და ნუ დაბრუნდა აქსმა ბაიბექი გააკეთა ტელეპორტი როგორც ჩანს არ აქვს და 4 გოლემი გაიფო და დაიბექი ექსელისგან 123 წამი. ნუ არა ეხლა არ უნდა დატოვოს არაფრით. ნუ იქ ძალიან ლოუ არის Templar Assassin-ი წდება 99 წამი ბაიბექი როგორც ჩანს გადაწყვიტეს ნოუმეტამ რათა დაასრულონ თამაში და Colin Blade გვინა, Colin Blade სად არის? არა აქსი ფეხით მოდის. აი ახლა გადაარტყა, კარგად გადმოვიდა აქსი ნიქსი უბრალოდ არა, ბაიბექი არის ემბერის მხრიდან. Colin X-ზე Templar Assassin-ი ურტყავს დანკი ორმაგი ბაიბექი ემბერისგან და ნიქსისგან და თუმცა პირდაპირ ტრონზე გადაწყვიტეს წასვლა ემბერი ბრუნდება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი. ძალიან დიდი დემეჯი მისი შესრულებით. Colin ვიხილეთ და ეხლა Templar Assassin-ი გადაუხდის სამაგიეროს თუმცა არ აკლება ჯერჯერობით არაფერი ქვემოთ ნახოთ რა ხდება კოტლი ჰილავს ყველას. ნუ გავიდა Discovery Fight-დან იქ Gravey გვაქვს Barrow Strike-ი ნიქსისგან. ნუ კიდევ ერთი Colin მოკვდება ემბერი 128 წამი თუ არ აქვს ემბერს ბაიბექი და ეს უკვე GG არის ნიქსი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და დააყოვნოს თუმცა 121 წამის დაყოვნება შეუძლებელია მოკლა ერთი კაცი მაინც და 4 კაცი ნიქსის წინააღმდეგ ნუ იქ დაზლიც არის შრაინი ასევე Gravey Colin Blade აი Colin Blade ვიხილეთ -5 და ფორსი და GG დაწერის დრო არის პირდაპირ ტრონი რა თქმა უნდა იყოფა ძალიან ბევრი აქ დრო და შემოbrunებული თამაში კამბექი ვიხილეთ ნოუმეტასგან და GG არ იწერება, Monkey King-ის იმედი აქვს როგორც ჩანს დიღმის ღმერთს, ან პრინციპულად არ წერენ GG-ს და Colli და Templar-ი გადაუხდა უკონ კომანდი ვერ მოასწრო და უკვე ტრონზე ნუ GG შესანიშნავი მატჩი და კამბექი ვიხილეთ ნოუმეტა 1-0 დაწინაურდნენ ლანისაკენ გზა ერთი თამაში აშორებს ხოლოს ლანს ნოუმეტას და ჯერჯერობით კიდევ მოდით მეორე თამაში უკვე დაველოდოთ ღირსეულ რევანშს დიღმის ღმერთისგან ძალიან საინტერესო მეორე თამაში ველოდება ჩვენ კი რამდენიმე წუთით შევისვენოთ და განვაახლებთ გადმოცემას ცოტა ხანში მადლობა